იბერიას პირველი გამარჯვება, ვოლკოვის დუბლი 2 წუთში. რა ნომრით გამოჩნდა კვარაცხელია პირველ ვარჯიშზე, როდის შეუერთდება მიქაუტაძე ახალ გუნდს და რას ამბობს გიგა ჭიკაძე ბრძოლამდე რამდენიმე დღით ადრე. ამ და სხვა საინტერესო სიახლეებისთვის უყურეთ ვიდეოს ბოლომდე. დავიწყოთ კარგი ამით. ევროტურნირებზე ქართული კლუბების წარუმატებელი სერია იბერია 1999-მა შეწყვიტა. კონფერენს ლიგის მეორე საკვალიფიკაციო ეტაპზე ქართულმა კლუბმა მიხეილ მესხის სახელობის სტადიონზე ალბანურ პარტიზანს უმასპინძლა და 2-0 მოუგო. შეხვედრის პირველ ტაიმში იბერია აშკარა უპირატესობას ფლობდა და მეტოქეს ყველა კომპონენტში აჩობა. უფრო მეტიც, პარტიზანს კარისკენაც არ დაურყამს. 31 წუთზე კი კოხრეიძეს და მამაგეიშვილის კონტრიერიშის შემდეგ პენალტი დაინიშნა, რომელიც გოლად შოთა ნონიკაშვილმა აქცია. უნდა აღინიშნოს, რომ პირველი ტაიმი საკმაოდ უხეში გამოდგა. საჯმა ყვითელი ბარათი 6-ჯერ გამოიყენა. უხეში თამაში მეორე ტაიმშიც გაგრძელდა, რის გამოც 57 წუთზე პარტიზანი 10 კაცით დარჩა. იბერიამ რა თქმა უნდა ეს უპირატესობა გამოიყენა, თუმცა არაერთი შეტევის მიუხედავად დამატებით მხოლოდ 1 გოლის გატანა შეძლეს. კარგი კომბინაციის შემდეგ 57 წუთზე ორ ბურთამდე უპირატესობა შეიკნეს სილამ გაზარდა. უნდა აღინიშნოს ისიც, რომ იბერია ევროტურნირებს ცუდ ფორმაში შეხვდა და შეხვედრამდე გუნდის მთავარი მწვრთნელი შეიცვალა. გიორგი მიქაძის ნაცვლად, რომელმაც ჩემპიონატის პირველი ნაწილი კარგად დაიწყო, იბერიელებს სათავეში ლევან კორღალიძე ჩაუდგა. თუმცა ფაქტია, ეს ცვლილება გუნდს ცუდად არ დაეტყო. იბერიასა და პარტიზანის განმეორებითი დაპირისპირება 1 აგვისტოს გაიმართება. ქუთაისის ტორპედომ კი 17 მატჩიანი წაუგებელი სერია კონფერენს ლიგის მეორე საკვალიფიკაციო ეტაპზე შეწყვიტა. ქუთაისური გუნდი კვიპროსში ომონიასთან 1-3 დამარცხდა. ამ დაპირისპირებაში ტორპედოს რიგებში სადებიუტო შეხვედრა ჩაატარა საფრანგეთის ნაკრების ყოფილმამცველმა მამადუ სახომ. 1-0 წაგებული პირველი ტაიმის შემდეგ ქუთაისელებმა მეორე ტაიმში ანგარიშის გათანაბრება შეძლეს. თუმცა მალევე ომონიამ 6 წუთში კიდევ 2 გოლის გატანა შეძლო. ამრიგად ტორპედოს ამ ბარიერის დასაძლევად რამაზ შენგელიაზე გასამართ საფასუხო შეხვედრაში მინიმუმ 2 ბურთის გატანა სჭირდებათ, რათა შეხვედრა დამატებით დროში გადავიდეს. იბერიის მსგავსად, ქუთაისური გუნდი ომონიასთან საფასუხო შეხვედრას 1 აგვისტოს ჩაატარებს. საქართველოს ჩემპიონი დინამო ბათუმი კი საკუთარ მოედანზე მონტენეგროს ჩემპიონ დეჩიჩთან 0-2 დამარცხდა. აღსანიშნავია, რომ დეჩიჩი ამ ეტაპზე პირველად თამაშობდა. ევროთასებზე კი სულ მე-7 შეხვედრას ატარებდა და აქამდე მოგება არ ჰქონია. საფასუხო შეხვედრას დინამო ბათუმი მონტენეგროს დედაქალაქ პოდგორიცაში ჩაატარებს, რადგან დეჩიშის სტადიონი UEFA-ს ნორმებს ვერ აკმაყოფილებს. ეს შეხვედრა 30 ივლისს გაიმართება. აქვე მოკლედ გეტყვით, რომ კონფერენს ლიგის მეორე საკვალიფიკაციო ეტაპზე აზერბაიჯანულმა ზირამ საკუთარ მოედანზე სლოვაკური დუნაისკას ტრედა 4-0 გაანადგურა. ეს შეხვედრა საინტერესო იმითაა, რომ ქართველმა ფორვარდმა დავით ვოლკოვმა დუბლი შეასრულა და თანაც ზუსტად 2 წუთში. ვოლკოვმა პირველი გოლი 51 წუთზე თავური დარტყმით გაიტანა. 2 წუთში კი საჯარიმოს მისადგომებიდან ეფექტური დარტყმით. ამ გამარჯვებით ქართველის გუნდმა მომდევნო ეტაპზე გასვლა პრაქტიკულად გაინახდა. ახლა რაც შეეხება ჩვენი ნაკრების სხვა ფეხბურთელებს. ხვიჩა კვარაცხელია ნაპოლიში დაბრუნდა. ქართველი გუნდს უკვე შეუერთდა და პირველი ვარჯიშიც ჩაატარა. აღსანიშნავია, რომ ქართველი ფეხბურთელი ვარჯიშზე 7 ნომრიანი სავარჯიშო ფორმით გამოჩნდა. ასევე იგივე ნომრით იმყოფებოდა სამედიცინო შემოწმებაზეც. მიუხედავად იმისა, რომ გასულ კვირას იტალიური მედია დარწმუნებით წერდა, რომ ქართველი სათამაშო ნომერს არ შეიცვლიდა, 7 ნომრიანი მაისურით თამაშის გაგრძელება ჯერჯერობით მაინც ვარაუდია, რადგან აღნიშნულ სათამაშო ნომერს შესაძლოა არანაირი კავშირი არ ჰქონდეს ოფიციალურ შეხვედრებთან. მაგრამ არის კიდევ ერთი ფაქტიც. კვარამ ხელმოწერები დაარიგა, სადაც 77-ის ნაცვლად 7 ნომერი დაწერა. შეგახსენებთ, რომ ნაპოლი საკონტროლო შეხვედრებს ალბანურ ეგნატიასთან 28 ივლისს, ფრანგულ ბრესტთან კი 31 ივლისს გამართავს. ასევე დაგეგმილია შეხვედრა ესპანურ ჟირონასთან, რომელიც 3 აგვისტოს უნდა გაიმართოს. უკვე 10 აგვისტოს კი კონტეს ხელმძღვანელობით ნაპოლის სეზონის პირველ ოფიციალურ შეხვედრას ჩაატარებს. ქართველის გუნდმა იტალიის თასზე მოდენას უნდა უმასპინძლოს. სწორედ ამ შეხვედრაში გამოჩნდება, რა ნომრით გააგრძელებს ქართველი თამაშს მომდევნო სეზონში. დავრჩეთ იტალიაში და გეტყვით, რომ გიორგი კვერნაძემ ფროზინონეში ახალი სეზონი ძალიან კარგად დაიწყო. მან 2 ამხანაგურ შეხვედრაში მიიღო მონაწილეობა. ბოლოსთან პირველ შეხვედრაში საგოლე გადაცემა მიითვალა, ხოლო ბარის წინააღმდეგ მიმდინარე სეზონში პირველი გოლი გაიტანა. იტალიური კლუბი მოსამზადებელ ეტაპზე კიდევ 2 შეხვედრას ჩაატარებს. კოზენცასა და ლაციოს წინააღმდეგ. შემდეგ კი სეზონს 12 აგვისტოს დაიწყებს. იტალიის თასზე პიზასთან დაპირისპირებით, ხოლო 18 აგვისტოს
სერია B-ს პირველ ტურში სამპდორიას შეხვდება. იმედია, რომ ქართველი თავის გამოჩენას კიდევ შეძლებს და იმაზე მეტ სათამაშო დროს მიიღებს, ვიდრე გასულ სეზონში. სურიკო დავითაშვილი კი სენტენდიენს შეუერთდა. 23 წლის ქართველმა ნახევარმცველმა, რომელიც 22 ნომრიანი მაისურით ითამაშებს, ახალ გუნდში პირველი ვარჯიშით ჩაატარა. სენტენდიენს საკონტროლო შეხვედრა ვილიარეალთან 27 აგვისტოს აქვს დაგეგმილი და სურიკოს დებიუტი შესაძლოა სწორედ ამ შეხვედრაში შედგეს. ეს შეხვედრა თბილისის დროით 18 საათსა და 30 წუთზე დაიწყება. გიორგი მიქაუტაძე კი ახალ გუნდს 27 ივლისიდან უნდა შეუერთდეს. ლიონი ამჟამად ავსტრიაში ემზადება, თუმცა მალე საფრანგეთში დაბრუნდება. გიორგის არაოფიციალური დებიუტი კი შესაძლოა 31 ივლისს ტორინოსთან ტესტ შეხვედრაში შედგეს. ახლა კი UFC-ს დროა. 28 ივლისს ოქტაგონზე ქართველი მებრძოლი ბრუნდება. ინგლისში, მანჩესტერში UFC 304-ზე გიგა ჩიკაძე ადგილობრივ არნოლდ ალენს შეხვდება. აღნიშნული დაპირისპირება ორივე სპორტსმენისთვის ძალიან მნიშვნელოვანია. ქართველმა ნინძამ ჟურნალისტებთან რამდენიმე საინტერესო თემაზე ისაუბრა, მათ შორის ფეხბურთზე. მის მოსმენამდე არ დაგეზაროთ, დალაიქეთ ვიდეო და გამოიწერეთ არხი. ეს მე ძალიან მეხმარება. თქვენ კი ამისთვის ზუსტად 2 წამი გჭირდება. მინდოდა ისეთ ბიჭთან მეჩხუბა, რომელიც რეიტინგში ჩემზე მაღლა იქნებოდა. არნოლდი ჩემზე მაღლაა. გარდა ამისა, ის მსოფლიოში ერთ-ერთი საუკეთესოა. აღსანიშნავია, რომ 2020-ის შემდეგ ალენმა ჩემთან ჩხუბზე 2-ჯერ თქვა უარი. გულშემატკივრები თვლიან, რომ ბოლო ბრძოლაში მან მოიგო. ეს ალენს კარგ პოზიციაში აყენებს. მას აღვიქვა მოწინააღმდეგეთ, რომელსაც ჩემი ქამრისთვის ბრძოლაში დაბრუნება შეუძლია. ის ამბობდა, რომ გიგა მხოლოდ სტრაიკერებთან ჩხუბს იღებდა. რა თქმა უნდა, ეს ასია. მეც სტრაიკერი ვარ და სტრაიკერებთან ბრძოლა ძალიან სახალისოა. მოჭიდავეებისთვის ან გრემპლერებისთვის უარი არასდროს მისთქვამს. ეს შენთვის უკეთესია, რადგან როცა ეს ბიჭები ჩემთან ჭიდაობას იწყებენ, უფრო მალე ითიშებიან. ოქტაგონზე დიდხანს გაჩერებას არ ვაპირებ, რადგან მას დავანოკაუტებ. როგორც ქართველი გულშემატკივრისთვის და ზოგადად ქართველებისთვის, ილიას გამარჯვება ჩემთვისაც ძალიან სასიხარულო იყო. იგივე შემიძლია მერაბზე ვთქვა. ეს ისტორიული დღე იყო. მე კი ტიტულისკენ სვლას გავაგრძელებ და არავინ იცის ხვალ რა მოხდება. აბსოლუტურად დარწმუნებული ვარ, რომ წლის ბოლოს საქართველოს 2 ჩემპიონი ეყოლება. ომალისთან ბრძოლაში ის ფავორიტია. შონის საწინააღმდეგო არაფერი მაქვს, უბრალოდ ვფიქრობ, რომ მერაბის, მანქანის საბრძოლო სტილი ყველასთვის შემაწუხებელია. ამ მომენტისთვის ყველაფერი მაქვს რაც მინდა. ჩემი აკოფნის მიზეზი არის ის, რომ მინდა ჩემპიონი გავხდე. მინდა ვიყო საუკეთესო და ყოველ წელს ეს ჩემი მიზანია. ვფიქრობ, 2024 წელი ჩვენი წელია. ფეხბურთში ევროპაზე პირველად გავედით და პორტუგალიის წინააღმდეგ გამარჯვებაც მოვიპოვეთ. კრისტიანო რონალდოს დამარცხება ცალკე ლეგენდარული მომენტია. საქართველოს ნაკრების უმრავლესობას ახალგაზრდა მოთამაშეები წარმოადგენენ. შეხვედრის შემდეგ გავრცელდა ფოტო, სადაც ეს ბიჭები 8-12 წლისები არიან. სწორედ ამ ბავშვებმა დაამარცხეს კრისტიანო რონალდო. შეგახსენებთ, რომ იმ შემთხვევაში თუ გიგა ამ ბრძოლას მოიგებს, რეიტინგში მე-6 პოზიციაზე გადავა და სატიტულო ბრძოლაშიც ჩაერთვება. ჩიკაძის ბრძოლა 28 ივლისს გამთენიისას 6 საათიდან დაიწყება. წარმატებები ვუსურვოთ ქართველ ნინძას. თქვენ კი, თუ მოგეწონათ ვიდეო, არ დაგავიწყდეთ ლაიქება და არხის გამოწერა, რომ არ გამოგჩეთ შემდგომი სიახლოვე. და ეს არის კრისტალბეტ ეროვნული ლიგის თამაშებს და უგულშემატკივრე ქართულ ფეხბურთს.